1939 წელი. გერმანია-პოლონეთის საზღვარზე მდებარე საიდუმლო ბუნკერში ნაცისტები ახლად აღმოჩენილ ქიმიურ ნივთიერებას განიხილავდნენ. მისი კოდური სახელი გახლდათ სუბსტანცია ენი. ჰაერთან შეხებისთანავე ის დუღილს იწყებდა, ფეთქდებოდა, რაწამსაც წყალთან შევიდოდა კონტაქტში. მისი შესუნთქვა ლეტალური იყო, ხოლო დაშლისას სასიკვდილო ფტორწყალბად მჟავას გამოყოფდა. თუ მას ცეცხლმფრქვევში ჩავასხავდით, იწვოდა დაახლოებით 2400 გრადუს ცელსიუსზე. ცხადია, ნაცისტები გეგმავდნენ, რომ სუბსტანცია ენი ომში მტრის გასაჟუჟად გამოიყენებინათ. თუმცა გარკვეულხნიანი შესწავლის და დაკვირვებების შემდეგ მიხვდნენ, რომ ნამეტანი სიგიჟესთან ჰქონდათ საქმე. დიახ, მეგობრებო, ქიმიური ნივთიერება, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, იმდენად საშიში იყო, რომ თვითონ გერმანელებმა თქვეს უარი მასზე მუშაობის გაგრძელებაზე. დღეს გავეცნობით სწორედ ასეთ გიჟურ, ძალზე საშიშ, ტოქსიურ და მომაკვდინებელ ნივთიერებებს. ალბათ გაინტერესებთ, რა იყო ის სუბსტანცია ენი. ეს გახლდათ ქლორის ტრიპტორიდი, ყველაზე ძლიერი და აგრესიული მაქტორირებელი აგენტი. ფტორირების უნარის მქონე ნივთიერებები ხლეჩენ სხვა მოლეკულებს და მათ წყალბადს ჩაანაცვლებენ ფტორით. შედეგი კი ძალიან ეგზოთერმული რეაქცია, რომელსაც ზოგჯერ პირდაპირ ფტორის ცეცხლს უწოდებენ. ამასთან იგი გაცილებით უფრო ძლიერი დამჟანგველია ვიდრე ჟანგბადი. შეგახსენებთ, რომ დამჟანგველი ნივთიერებები ართმევენ სხვა შენაერთებს ელექტრონებს და სწორედ ასეთი ურთიერთქმედების შედეგია წვის რეაქცია. აი ქლორის ტრიპტორიდი კი იმდენად ყოჩაღია ამ საქმეში, რომ შეუძლია ცეცხლი წაუკიდოს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც ერთი შეხედვით საერთოდ არ უნდა ეკიდებოდეს ცეცხლი. ასე მაგალითად აგურს, ასბესტს ან უკვე დამწვარ საგნებს. ძლიერ დამჟანგველებს ხშირად იყენებენ რაკეტებშიც, წვის რეაქციის ინიცირებისთვის. ხო და ამერიკელმა მეცნიერებმა არცაციეს, არცაცხელეს და ქლორის ტრიპტორიდის რაკეტებისთვის გამოყენება განიზრახეს. თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ეს ცუდი იდეა იყო. 1950-იანი წლების დასაწყისში ამერიკელ მკვლევარებს სუბსტანცია ენი მეტალის ავზით გადაჰქონდათ, როცა ჩადვირთვისას ავზი მოულოდნელად გატყდა და თითქმის 1 ტონა ქლორის ტრიპტორიდი გარეთ გადმოიღვარა. ყისიერად გაჩნდა ცეცხლი, რომელმაც მთლიანად გადაბუგა ცემენტის იატაკი და პლუს ქვემოთ მიწა 1 მეტრ სიღრმეზე. ასეთ ცეცხლზე რაღაც მახსენდება. ომატერას. გაგიკვირდებათ და სუბსტანცია ენს დღესაც იყენებენ ნახევრად გამტარი ტრანზისტორების მწარმოებელი კომპანიები. და თუ მართლა ძალიან ფრთხილად ვიქნებით, ასეთი აგრესიული ნივთიერება შეგვიძლია გართულებების გარეშე შევინახოთ. აი ამის თქმა გაგვიჭირდება შემდეგ უსასტიკეს და დაუმორჩილებელ ნივთიერებაზე. 1 დიაზიდო კარბამოილ 5 აზიდო ტეტრა აზოლზე, ან შემოკლებით აზიდო აზიდ აზიდზე. ვიცი რომ ამიტომ არ გიყვართ ქიმია, მაგრამ დამერწმუნეთ. ამ შენაერთის თვისებები უეჭველად გაგავოცებთ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ ყველაზე ფეთქებადი ნივთიერება მსოფლიოში. მისი ქიმიური ფორმულაა CO2N14, ხოლო მოლეკულური სტრუქტურა ასეთნაირად გამოიყურება. შეგახსენებთ, რომ 2 ერთმანეთთან დაკავშირებული აზოტის ატომი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მოლეკულას ქიმიაში. მათი ელექტრონები ქმნიან ძალიან ძლიერ სამმა კოვალენტურ ბმას, რომლის გახლეჩისთვის წარმოუდგენელი ოდენობის ენერგიაა საჭირო. მაგალითად, მეხის დაცემა. თუ ნანახი გაქვთ ჩვენი პირველი ვიდეო ქიმიაში, მაშინ გემახსოვრებათ, რომ ქიმიური ბმის წარმოქმნა და გახლეჩა ენერგიის გამოყოფასთან და შთანთქმასთანაა დაკავშირებული. ხო და როცა ეს 2 აზოტის ატომი ერთმანეთს უერთდება და სამმაგი ბმა წარმოიქმნება, უზარმაზარი ენერგიის გამოთავისუფლებას აქვს ადგილი. თუ ამ აზიდო აზიდ აზიდის მოლეკულას კიდევ ერთხელ შევხედავთ, ნათელია საიდან მოდის მისი ფეთქებადობა. მას 14 აზოტის ატომი აქვს, თუმცა არც ერთი მათგანი არაა სამმაგი ბმით დაკავშირებული. არამედ ისინი ძალიან სუსტად არიან მიბმულნი ერთმანეთზე
და იმყოფებიან მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში. ჩვენ კი ვიცით, რომ ყველაფერი უფრო დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში გადასვლისკენ მიისწრაფვის. შესაბამისად, ამ მოლეკულასაც ერთი სული აქვს რაიმე სახის რეაქციაში შევიდეს, რომ ეს გრანდიოზული ოდენობის ენერგია გარეთ გამოუშვას და თვითონ შვიდად და წყნარად იყოს. აქედან გამომდინარეობს აზიდოაზიდის ძალიან მაღალი რეაქტიულობა და ფეთქებადობა. და მაინც რამდენად გრძნობიარეა იგი? აბა რა გითხრათ, ფაქტობრივად იმდენად გრძნობიარეა, რომ შეუძლებელია განისაზღვროს რამდენად გრძნობიარეა. აღნიშნული ნივთიერება გერმანელმა ქიმიკოსებმა 2010 წელს შექმნეს ამერიკელების დახმარებით და თავად მკვლევარების განცხადებით შეუძლებელი იყო მისი მგრძნობელობის ზუსტად შეფასება. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგვექმნას მის ფეთქებადობაზე, მოდი ვნახოთ რამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქების რეაქცია. გამოძრავება, შეხება, გახსნამ რაიმე ნივთიერებაში, მზის სხივების მოქმედება, რენტგენის სხივების მოქმედება, სპექტრომეტრში მოთავსება, სპექტრომეტრის ჩართვა და ყველაზე მაგარი, საერთოდ არაფერმა. დიახ, მეცნიერები საგულდაგულოდ ინახავდნენ მას სპეციალურ ბნელ, კლიმატ კონტროლირებულ, ფეთქებად გამძლე საცავში და ის მაინც აფეთქდა. მე მგონი გადავჭით. რას ფიქრობ და წყნარად იქნება, ხო? კი, იმედია. ვაიმე. შემდეგი ჩვენ სიაში გახლავთ დიმეთილკადმიუმი, მეტალის ორგანული შენაერთი, რომელიც საკმაოდ ფეთქებადიც გახლავთ და აალებადიც. თუმცა ის ამ სიაში სხვა მიზეზის გამოა მოხვედრილი. დიმეთილკადმიუმი გახლავთ ყველაზე ტოქსიური ნივთიერება მსოფლიოში. ის 1917 წელს იქნა მიღებული ახალგაზრდა ნიჭიერი გერმანელი ქიმიკოსის ერიხ კრაუსის მიერ. შესუნთქვისას აღნიშნული ნივთიერება მყისიერად ხდება სისხლის მიმოქცევაში და ხელს უწყობს კადმიუმის ტოქსიური ნაერთების ყველა მიმართულებით ტრანსპორტირებას. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხდება მაღალი სისხლმომარაგებით გამორჩეულ ორგანოებში, როგორიცაა ფილტვები, თირკმელები, ღვიძლი და აქ წარმოქმნის ისეთ შენაერთებს, რომლებიც პირდაპირ ელექტრონებს ახევენ ჩვენი უჯრედის მოლეკულებს. მაგრამ თუ ამ უბედურებებს რამენაირად გადავურჩით, მაინც განწირულები ვართ, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად დიმეთილკადმიუმი ძალიან კანცეროგენული გახლავთ. ასე რომ თვითონ თუ ვერა მის მიერ გამოწვეული სიფსინური დაავადება დაგვრჩენს ბეჭებზე. იგი იმდენად პოტენტურია, რომ გრამის მემილიონედზე მეტიც კი ერთკუბურ მეტმოცულობის ჰაერში უკვე საშიშად ითვლება. კარგი, დაჩი, აბა ვთქვათ, დაგვეღვარა დიმეთილკადმიუმი. როგორ შეგვიძლია მისი მოწმენება? რავი, წყლით? როცა დიმეთილკადმიუმი წყალთან შედის კონტაქტში, გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბო და ასევე წარმოიქმნება აიროვანი წყალბადი, რომელიც აალებადია. მოკლედ, წყალთან შეხებისას ხდება boom. Boom, yeah. I understand boom. Bada boom. უბრალოდ რომ მოვწმინდოთ ხახუნის შედეგადაც მიიღება boom. Boom, big bada boom. ვაუ, მაშინ უბრალოდ მოლეკულის თვითდაშლას რომ დაველოდოთ? კი ბატონო, მაგრამ შედეგად ვიგებთ დიმეთილკადმიუმის პეროქსიდს, რომელიც ასევე ხახუნზე მგრძნობიარე ფეთქებადი ნაერთია. აბა, რა უნდა ვქნათ ბატონოდში? არ უნდა დავუყაროთ გენაცვალე. უბრალოდ არ უნდა დავუყაროთ. შემდეგი ნივთიერება ჩვენ სიაში არც ცეცხლსაშიშია, არც ფეთქებადი და არც კანცეროგენული. თუმცა წარმატებით იკავებს ყველაზე მყრალი ნივთიერების სტატუსს მსოფლიოში. ეს გახლავთ თიოაცეტონი. იგი მიეკუთვნება მერკაპტანებს, ანუ თიოლებს, რომლებიც გოგირდშემცველ ორგანულ ნივთიერებებს წარმოადგენენ. და დიახ, ყველა მერკაპტანი ყარს. ასე მაგალითად, სკუნსის მიერ გამოფრქვეულ აეროზოლში ორი სხვადასხვა ტიპის მერკაპტანული ნაერთია. მსგავსი ნივთიერებები გამოიყოფა ხორცის პროდუქტების ლპობის შედეგადაც, რაც ცხადია იმაზე მიანიშნებს, რომ იგი საკვებად აღარ ვარგა. ჩვენი ყნოსვის რეცეპტორული აპარატი კი ევოლუციურად სწორედ ისე ჩამოყალიბდა, რომ ამ ჯგუფის ქიმიური ნაერთები ძალიან აყროლებულ და ცუდი შეგრძნებების მომგვრელს უნდა აღიქვას. თიოაცეტონი კი ამ საქმეში ნომერ პირველია. წარმოიდგინეთ, ამ ნივთიერების სულ რაღაც ერთი წვეთიც კი საკმარისია, რომ მისი სუნი 9 კილომეტრის მოშორებით მაშინათვე იგრძნოთ. 1960-იან წლებში ერთ-ერთ ლაბორატორიაში ცოტაოდენი თიოაცეტონი დაეღვარათ.
იქ მომუშავე პერსონალს რა დაემართებოდა, ხო გასაგებია და მაგის გარდა ხალხი 200 მეტრის დაშორებით თავიანთ სახლში საჭმელს ამოწმებდა, რამე ხო არ აგვიკროლდაო. თუმცა ყველაზე მაგარი ისტორია 1899 წელს გერმანიის პატარა ქალაქში ფრაიბურგში მოხდა. იქ არსებულ საპნის ქარხანაში ქიმიკოსები მუშაობდნენ ცოტა უფრო მოზრდილ მოლეკულაზე, რომელსაც ტრითიოაცეტონი ჰქვია. გაგიგვირდებათ და ეს შენაერთი საპნისთვის არომატული და სასიამოვნო სუნის მისაცემად უნდოდათ. მაგრამ ვაი რომ ბედმა უმუხტლათ და ეს ტრითიოაცეტონი უბრალოდ თიოაცეტონად დაეშალათ. ჰაერში სწრაფად გავრცელებული სუნის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხს დაეწყო მოულოდნელი ღებინება, გულისრევა, გონების დაკარგვა და ბოლოს მთლიანი ქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. ასე რომ ეჯგარეშია თიოაცეტონის ადგილი საშიში ნივთიერებების სიაში. სულ ბოლოს კი ყველაზე კოროზიულ აგენტზე უნდა ვისაუბროთ. კაცობრიობისთვის ცნობილ ყველაზე საშიშ მჟავაზე. ეს გახლავთ პტორსტიბიუმის მჟავა. შეგახსენებთ, რომ მჟავებს აქვთ უნარი, პროტონი, ანუ ელექტროდაგარგული წყალბადი სხვა მოლეკულას მისცენ. მათი სიძლიერეც იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად კარგი პროტონის დონორები არიან. შედარებისთვის ალბათ ყველას ხსმენია გოგირდ მჟავას შესახებ. საკმაოდ ძლიერ მჟავადაა მიჩნეული, მაგრამ ჩვენი პტორსტიბიუმის მჟავა მასზე 10 კვადრილიონჯერ უფრო ძლიერია. ასე რომ ვარიანტი არაა, ის ამ პროტონს აუცილებლად გასცემს. წყალბადის დაკარგვის შემდეგ კი დარჩენილი პტორის და სტიბიუმის ატომები იწყებენ თავდავიწყებას. ისინი დაუნდობლად აცლიან ელექტრონებს აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც შეეხებიან და ტოვებენ რაღაც კოაგულირებულ საცოდავ ორგანულ ნაშთს. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ პტორი ძალიან კარგად უერთდება კალციუმს, ჩვენი ძვლების ყველაზე მთავარ მინერალურ კომპონენტს. ასე რომ მას შემდეგ რაც სხეულთან კონტაქტისას პტორსტიბიუმის მჟავა თელ ჩვენს რბილ ქსოვილებს გაადნობს, ჯერი ძვლებზე მივადა რეაქცია კიდევ უფრო ამაღელვებელი გახდება. ზოგადად ამ მჟავაზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან მასზე ექსპერიმენტების ჩატარება საკმაოდ რთული ამბავი გახლავთ. მაგალითად, კლასიკურ ქიმიურ ჭურჭელში მას ვერ მოვათავსებთ, რადგან მინას კამფეტივით ჭამს. მისი შენახვა მხოლოდ ტეფლონის კონტეინერებშია შესაძლებელი. სხვათა შორის სწორედ ტეფლონში ვხვდებით პოლარულ კოვალენტურ ბმას ნახშირბადსა და პტორს შორის, რომელიც ყველაზე ძლიერ ბმად ითვლება ორგანულ ქიმიაში. მოკლედ, მეგობრებო, დღეს ქიმიის საკმაოდ საშიშ ნაწილს შევეხეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ტოქსიური, ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერებების განხილვა ყველასათვის სახალისო იყო. წინ და წინ კიდევ ბევრი ასეთი საინტერესო ვიდეო გველოდება. თუ მხარს უჭერთ ამ არხს და გსურთ, რომ დაეხმაროთ მას წინსვლასა და განვითარებაში, ქვემოთ აღწერაში მითითებულია ანგარიშის ნომერი, სადაც შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც საკუთარი წვლილი შეგაქვთ მეცნიერების პოპულარიზაციაში. თუ ჯერ არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად დააწექით ქვემოთ წითელ subscribe ღილაკს სიახლეების ზართან ერთად. დასვი ლაიქი ვიდეოზე და გაუზიარე მეგობრებს. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.